მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ადვოკატმა სარჩელი რამდენიმე წუთის წინ შეიტანა. მსგავსი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას გეგმავენ საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 8 პირის ადვოკატებიც. უფლებადამცველების განცხადებით მოსამართლე მიკერძოებული იყო და მან საკუთარი გუშინდელი გადაწყვეტილების დასაბუთება ვერ შეძლო. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ხვალ გეგმავს. არც ერთი არგუმენტი საერთოდ არ აქვს გადმოტანილი დაცვის მხარის სასამართლოს და ასევე ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა მიუხედავად იმისა, რომ თავარი მოთხოვნა არის, რომ ანდრო ჭიჭინაძე უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, არის ის, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ განიხილოს ისე, როგორც ეს მოხდა წინა შემთხვევაში, ეს გააკეთოს ზეპირი მოსმენით და ისე, რომ დაცვის მხარემ და პროკურატურამ მივიღოთ მონაწილეობა იმისათვის, რომ არგუმენტები კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ და იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს უფრო დეტალურად, რომ ჩვენ დაცვის მხარის რაღაცების დამალვა კი არ გსურს, არამედ ყოველ ჯერზე ვითხოვთ პროცესს და ყოველ ჯერზე ვითხოვთ სამართლიან განხილვას. ჩვენ მანამ სანამ სხდომას დავტოვებთ, მანამდე მოვისმინეთ პროკურატურის შუამდგომლობა აქვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით და ჩვენ ვერ მოვისმინეთ იქ არგუმენტები, არანაირი არგუმენტი არც ერთ ბრალდებულთან მიმართებაში პროკურატურას არ ჰქონდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის განჩინება, რომელიც გამოვიდა, არის დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ. არა, იმიტომ რომ ძალიან მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო რამე თავისუფალ გადაწყვეტილებას მიიღებს, არამედ იმიტომ, რომ პროცედურულად ჩვენ ყველა შესაძლო მექანიზმს გამოვიყენებთ ჩვენი დაცვის ქურთყოფი პირების დასაცავად. არ იქნა მოსმენელი დაცვის პოზიცია, დაირღვა დაცვის უფლება, რა თქმა უნდა, შეელახა ბრალდებულებს მათი პატივი და ღირსება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და უსაბუთებელი და ღირსება შევლახვე. რაც შეეხება უშუალოდ გასაჩივრებას, გამოცხადებიდან, რა თქმა უნდა, არის 48 საათი იმისა, რომ გასაჩივრდეს აღნიშნული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ჩავიბარებთ იმ წერილობით გადაწყვეტილებას განჩინებას და ვნახავთ, რა არგუმენტაცია მოიყვანა მინიმუმ იმის გასამართლებლად, რომ არც ადვოკატი იმყოფებოდა დარბაზში და არც ბრალდებული.